ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც უკან დაიხეს. მზია მისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის დღეს. თვითონ ჩვენგანი პატიმრობის რიგში ვდგავართ. მზია მაინც სიმბოლოა ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის. დიქტატორები იჭერენ ჟურნალისტებს. გონია რომ ის ამას არ შეცვლის, არ შეწყვეტს შიმშილობას, ეს არ არის ის ადამიანი, რომელიც უკან დაიხეს და ამის მეშინია ყველაზე უფრო. ვიცი მე მის ჯანმრთელობის ძიმე მდგომარეობის შესახებ, იქამდეც ვიდრე მას დააპატიმრებდნენ და ვიცი ახლაც როცა უკვე მრავალდღიანი შიმშილობის შემდეგ როგორ შეიძლება იყოს ის კიდევ უფრო დამძიმებული. მზიამ შიმშილობა დაიწყო ისე რომ ეს არ იყო საჯარო. იცოდნენ მხოლოდ მისმა ახლო მეგობრებმა, როგორც მე შემდგომ გავიგე. და ისინი კარგ ხანს ამაზე არ ლაპარაკობდნენ იმ იმედით, რომ ის გადაიფიქრებდა. მაგრამ ესე არ მოხდა. ჩემთვის იმდენად ძვირფასია მისი სულისკვეთება, მისი ბრძოლის უნარიანობა, მისი პრინციპები, რომ მე არ მინდა რომ აი ამ კონკრეტულმა პროტესტმა მისმა ფიზიკურად ის ძალიან დააზიანოს. ის რომ ის ბათუმის სასამართლო პროცესზე გამოჩნდა წიგნით როგორ დავამარცხო დიქტატორი. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე ნიშანდობლივი განაცხადი, ყველაზე მკაფიო სათქმელი, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა იმ პირობებში. მზია მისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის დღეს. მზია არ იბრძვის იმისთვის, რომ მას 353 პრიმა მუხლე მოუხსნა. მზია მაღლობელი დღეს იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ. და ის არის პრაქტიკულად დღეს პირისპირ ფრონტის ხაზზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც ეს ღირებულებები კონდეს აი ფიზიოლოგიურ დონეზე, აი თავის სხეულის ნაწილად მიჩნეული. მზია ასეთია. დაიწყო ბათუმელებით, როგორც თვალში გაჩხერილი, ყელში გაჩხერილი, ერთ-ერთი მთავარი დამოუკიდებელი მედია და სანდო მედია, ყველაზე მეტად ამას უნდა გაუსვათ ხაზი და გადმოგწდება აუცილებლად სხვებს, აუცილებლად. მზიას დაპატიმრებით არ გაჩერდება რუსული რეჟიმი. თვითონ ჩვენგანი ამ პატიმრობის რიგში ვდგავართ. ბათუმელები არის ბათუმში თავიდანვე ასე იყო რაღაცა ორიენტირი, თითით საჩვენებელი, ყველასთვის ნაცნობი, დაჩაგრული ადამიანებისთვის თავშესაფარი. მათი მთავარი ამოცანა იყო ყოველთვის რომ დაესვათ კითხვები, მიიღოთ ამ კითხვებზე პასუხი, გამოეძიებინა კორუფციული დანაშაულები, კრიმინალური დანაშაულები ისეთი ტიპის, რომელიც აზიანებდა ადამიანების უფლებებსა და საზოგადოებრივ სიმშვიდეს და ებრძოლათ იმ ადამიანების უფლებების აღსადგენად, რომელსაც სახელმწიფო ებრძოდა. მზია მაღლობელი პირველ რიგში ჩემთვის არის პატრიოტი. იმიტომ რომ ის ქმნიდა როგორც შეეძლო ისეთ საზოგადოებას, ისეთი წესებით მოქმედებდა, რომელიც მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაში არსებობს და ფასდება. ბათუმში ყოფნისას აჭარის საზმაოს წინ რომ მივედით ჟურნალისტები მზიას თავისუფლებისთვის, იქ მოვიდნენ ადამიანები და გამოდიოდნენ სიტყვებით და ბათუმელებს იცავდნენ იქ, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ბათუმელების კითხვები. აი, ეხაც ბრუძგლავს რაღაცნაირად ეგ ამბავი ძალიან ისე ძალიან განვიცადა ეგ ამბავი რა და მეორე დღეს ბათუმელების აივნიდან ვხედავდი ადგილობრივი მცხოვრებლების მარში რომ მოვიდა ბათუმელების რედაქციასთან გასამხნევებლად და აი არ ვიცი ძალიან ის არის. როდესმე თუ შეიძლება რომ არ ვიცი საკუთარ თავს ვერ ვძლიო ხოლმე ეგ ემოციებია რა, რომ როცა მაყურებელი და მკითხველი ასე გაფასებს, ეგ არის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი. მზია მაღლობელი და ბათუმელები ყველა სისტემის ყურადღების ცენტრში ხვდებოდა.
მე ვიყავი ჯერ კიდევ სტუდენტი, ბათუმელებიდან ეთგაზეთი რომ მახსოვს, ბათუმელები რომ მახსოვს, ვიდრე ეთგაზეთს დააფუძნებდნენ, რომელიც მათ შორის ასლან აბაშიძის მმართველობის პირობებში იყო ერთადერთი კრიტიკული გამოცემა რეგიონში. დააკავეს მაშინაც ესენი მზია და ეთერი, მაგრამ მაშინაც კი რომ გაიგეს რომ ჟურნალისტები იყვნენ რაღაც ნახევარსაათში გაათავისუფლეს. ანუ ასლან აბაშიძის რეჟიმმაც კი არ იკადრა და გაბედა ის, რაც გაბედა ქართულმა ოცნებამ. 2009-დან 2010 წლიდან ქონდა იგივე პრობლემა ბათუმელებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობასთან. როდესაც ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით ცდილობდნენ პრესინგს ამ გაზეთზე, მის ჟურნალისტებზე, დასდებდნენ, უთვალთვალებდნენ ჟურნალისტებს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებსაც კი კერავდნენ, რომ რაღაც შპიონაჟში ემხილა ჟურნალისტები და მახსოვს, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი პოლიციამ დააკავა და მიიყვანა პოლიციის სამმართველოში, იქ მივიდა მზია და ეთერი. და მზიას პასუხი იყო ეს, ან ყველანი ერთად ჩავსხდებით, ან ერთად წავალთ ახლა აქედან. და დაიხსნა ჟურნალისტი, რომლის წინააღმდეგაც მთელ ამ ფაბრიკაციის მანქანას ამოქმედებდა მაშინ ხელისუფლება და უნდა შეექმნა საზოგადოებრივი განწყობა, რომ ეს გაზეთი არის ცუდი, ეს გაზეთი არის მავნე. ვერავინ ვერასდროს ვერ იტყოდა მათზე და ვერავის უთქვამს, რომ ისინი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან იყვნენ აფილირებულები. ზუსტად ამის გამოა მზია პირველი მსხვერპლი რეჟიმის. იმიტომ რომ რეჟიმს ეშინია ყველაზე მეტად მიუკერძოებელი მედიის, თავისუფალი მედიის. საერთოდ მთელი ნეტგაზეთის და ბათუმელების გუნდი, სანამ ეს რუსული კანონი შემოვიდოდა, ისინი ყოველთვის თვლიდნენ, რომ მათი პრიორიტეტი არის საზოგადოების ინფორმირება, ამიტომ ისინი პროცესებს აკვირდებოდნენ, აღწერდნენ და არ იყვნენ ამ პროცესებში ჩართული თვითონ როგორც ჟურნალისტები. მაგრამ რუსულმა კანონმა ეს თავდაყირა დააყენა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ბევრი სხვა ჟურნალისტისთვის საქართველოში. მანამდე კიდევ ეს მოხდა 5 ივლისს, როდესაც ეს მძიმე დღეების პოგრომი მოუწყვეს ქართულ მედიას. და მაშინაც ეს მოხდა, რომ ჟურნალისტები თავისი პროფესიული საქმიანობის ნიშიდან, ჩარჩოდან გამოვიდნენ და დადგნენ ქუჩაში პროტესტის ნიშნად. ვიდრე მზიას დააპატიმრებდნენ, სანამ ეგ დაკავებული იყო ჯერ კიდევ და ბათუმის იზოლატორში ყავდათ მოთავსებული, მაშინ ბათუმში ჩასული კოლეგები მივედით იზოლატორთან მზიას გასამხნევებლად და მის თავისუფლებისთვის რა. და შავ დაბურულ შუშებიან მანქანაში ვიცანი სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი პოლიციელი, რომელიც მუდმივად იდგა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგებზე ტრიბუნასთან და ამართლებდა ყველა იმ სისასტიკეს, რასაც მაშინ მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს განსაკუთრებით სისტემა ჩადიოდა. აი, რა დამავიწყებს სახეზე იმ კაცს? და ეს იყო გრიგოლ ბესელია. და იქ რომ დავინახე, უკვე ვიცოდი, რომ ის იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ანუ აჭარის პოლიციის უფროსი, მთლიანად რეგიონის და ვერ მოვითმინე და უთხრე, რომ შენ ის არ ხარ, მე ვუთხარი, მერაბიშვილის მინისტრობის დროს ყველა მძიმე დანაშაულს რომ ამართლებდი და მათ შორის სპეცოპერაციებზე მიყავდათ რეპორტიორები და ანადგურებდით ადამიანებს რა უფლებებზე და რა სამართლიანობაზე იყო მაშინ საუბარი. ეს ადამიანი იყო იმ რეჟიმის სახე, ხომ? იდგა ყველა სპეცოპერაციის შემდეგ ტრიბუნასთან და ახლა არის აჭარის პოლიციის უფროსი და მისი ბრძანებებით, მათ შორის ირაკლი თქებუაძის ნათელი მირონი, ან ნათესავები არიან და ამ ორი პოლიციის ხელმძღვანელი პირის
შეხმატკბილებით დღეს ჩვენი კოლეგა არის პატიმრობაში. მაშინ როცა არშავრები და დააშავრები ჩადიოდი, მიდებით ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. მიესი არ ვიქნება. აბა როგორ დანაშაულები ჩაიდინა. დანაშაულები ჩაიდინა, ეგერ ზის კაპეზაში. არ ჩაუძენია დანაშაული. თქვენი მიდი გამოხატა შენი პროტესტი. გამოხატა, აბა აქაც გამოხატა. აქაც თქვენთან ერთადაც. და ხელისმერი გამოხატა, მე შეგახსენებ ამ ამბავს. კი, მაგიმედით ვიყო, ეჭვით არ შეგეყარა. ვინმე კი არ მალავს პროპაგანდამ დააჯერა თავისი ამომრჩევლები რომ თითქოს ჩვენ სილის გაწუნას გვერდსრულით მალავთ დრომეს არ მომხდარა არა ამას არავინ არ ამბობს დიახ მზიას ჰქონდა ასეთი რეაქცია მთელი იმ უკანონობის სამართალდარღვევის დანაშაულების კასკადზე ფიზიკური ადამიანებზე ფიზიკური ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების კასკადზე ჰქონდა მას რეაქცია რაც გამოიხადა პოლიციის უფროსისთვის სილის გაწუნაში მაგრამ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული პოლიციაზე თავდასხმა არის ის რაც მოხდა იმავე ბათუმში რამოდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ადამიანი თავს დაესხა პოლიციელებს და დაჭრა. აი ეს არის პოლიციელზე თავდასხმა. ის ჯერ დააკავეს უკანონოდ ადმინისტრაციული წესით, რისთვის? იმისთვის, რომ პოლიციის შენობის ღობეზე, სამმართველოს შენობიდან მთელი რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, გააკრა სტიკერი გაფიცვასთან დაკავშირებით. არაფერი იქ სხვა არ ეწერა. მზია როდესაც იქ შევიდა, მას ესმოდა ხმები, როგორც ცემდნენ, ამცირებდნენ ადამიანებს ის გარეთ გამოდის და მის დამხვედრებში, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებში, რომლებიც მის დასახვედრად მოვიდნენ, ორი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც ძალიან ახლობლები იყვნენ მისთვის. აი, უცბად არაფრის გამო მათ პოლიციელები, ისინი პოლიციელებმა დაიჭირეს და დააკავეს და შეათრიეს შენობაში. მზიას ვიდრე დააკავებდნენ, ჯერ კიდევ მანამდე ეპყრობოდნენ არასათანადოდ. იქ იყო ჭყლეტა, მოაყოლეს ჭყლეტაში ეს ორი ქალი, ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე და დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. რის შემდეგაც მე როცა დააკავეს, ჩვენ ნახეთ, რომ ამ ჭყლეტაში ხო მზიას ფეხსაცმელი გასწურა. და როდესაც ის პოლიციის ჭიშკარს იქით უკვე შეიყვანეს, მთლად შეყვანა არ ერქვა მაგას. არა მხოლოდ ქალიც რომ არ ყოფილიყო ერთი ადამიანის შეყვანას ასეთ ფიზიკური ძალადობა არ სჭირდებოდა, მით უმეტეს როცა ადამიანი დაკავებული პირი თავისით მიყვება და ჩვენ ხედავთ რომ მზია მათ მიყვება და ცალფეხზე ფეხსაცმელი აღარ აქვს. აწვდიდნენ გარედან ფეხსაცმელს, მაგრამ რეჟიმმა არ გამოართვა, ის სპეციალურად ატარეს ფეხშიშველი შენობაში და მე დიდხანს ამყოფეს ასე. რატომ? იმიტომ რომ მიზანი პოლიციის და რუსული რეჟიმის იყო მზია ასეთი არასათანადო დამამცირებელი მოპყრობით გაეტეხათ. მაგრამ ისინი კარგად არ იცნობენ მზიას, ისინი ამას ვერ შეძლებენ. არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო ამაღლობელს გამოძიება სისხლის ამხედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დიქტატორები იჭერენ ჟურნალისტებს. დიქტატორები იჭერენ უფლებათა დამცველებს, დიქტატორები იჭერენ თავისუფალ ადამიანებს. ყოველთვის იჭერენ რაღაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბრალდებით. არაფერ შუაში არ არის ირაკლი დგებუაძის ლოყა. აქ არის თავარი ამოსავალი წერტილი ბიძინა ივანიშვილის განწყობა. მას უნდა დაეპატიმრებინა ბათუმელები და მან ეს შეძლო. მათ ჭირავს დუღის თავისუფლება ადამიანის. მას არ ესმის ადამიანების ბრძოლა თავისუფლებისთვის და ადამიანების თავგანწირვა არ ესმის. მზია მაინც სიმბოლოა. ის ერთადერთი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი სიმბოლოა ქართული დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის.